მოგესალმებით, ეთერშია TV+-ის საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადულასთან ერთად. კითხვაზე ითანამშრომლებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა დროებით საგამოძიებო კომისიასთან, რომელიც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის გამოძიებაზე იმუშავებს, პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა აცხადებს არა, ხოლო კითხვაზე რატომ არ ითანამშრომლებს პარტია კომისიასთან, ბოკუჩავამ უპასუხა, ეს მაქვს ერთადერთი პასუხი და შეგიძლიათ ეს გააშუქოთ. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კვოტების საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ ხტომაზე განსაზღვრა. აუცილებლად უნდა იკრძალოს ეს პოლიტიკური ჯგუფი ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, განაცხადა ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ კომისიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კომისია თავს მოუყრის მტკიცებულებებს, რომელიც გამოთხოვლილი იქნება სხვადასხვა უწყებებიდან, ასევე მოხდება მოწმეთა ჩვენებების შეგროვებაც. ეს კომისია თავს მოუყრის იმ უკვე არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც ასახავს და ამტკიცებს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებს და რა თქმა უნდა, მორიგ ჯერზე მოვიპოვებთ იმ მტკიცებულებებს მოწმეების სახით, იქნება ეს თუ სხვადასხვა უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების სახით. დამატებით მტკიცებულებებს, რომელიც ასევე იქნება საფუძველი იმ დასკვნისა, რომელსაც კომისია დადებს ვადის ბოლოს და ბუნებრივად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი და აუცილებლად უნდა აიკრძალოს ეს პოლიტიკური ჯგუფი. ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის კვოტები განსაზღვრა. კომისიაში 10 დეპუტატი იქნება 5 უმრავლესობიდან და 5 ოპოზიციიდან. პარლამენტის საგამოძიებო სტრუქტურა მალე ფუნქციონირებას დაიწყებს, იქნება გამჭვირვალე პროცესი, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარე პროცესებს თავისი სახელი დაერქვას და დღეს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია, საზოგადოების მოთხოვნაა ამ საკითხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისთვის თავისი სახელის სამწუხაროდ ეს დღემდე ვერ განხორციელდა. დღეს არის სუვერენული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის, რომ სრულად დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს მოთხოვნა, აღნიშნა მათიკაშვილმა. ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ფარას ანალოგიური კანონპროექტი შეაფასა, რომლის დაინიცირებასაც ქართული ოცნება აპირებს. ერთ-ერთში გადმოვიტანეთ ფარას კანონი. ქართული ოცნების მიერ დანონსებული ეს კანონპროექტი ჩვენ განვიხილეთ ხალხის ძალაში 2 წლის წინ. ჩვენ ერთ-ერთი ინიციატივა იყო ამ ხარს დაუჭერეთ. ამ ხარს დაუჭერთ თუ ვინმეს კითხვებს მიაქვს რა კანონია, რატომ არის და ასე შემდეგ შევიდეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე და მიიღებს პასუხებს, განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. მართველი გუნდი ამერიკული ფარას პირდაპირ ასლის მიღებას გეგმავს. ქართული ოცნების წევრების განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის ანალოგიის ქართულ რეალობაში დანერგვა გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს დაამკვიდრებს. ფარას ანალოგიური კანონპროექტის დაინიცირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ქართული ოცნების მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი, მისი ფარა ვერსია, რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება, ხომ არსებობს ორიგინალი და არ არსებობს იმისი ასლი, ამიტომ ორიგინალისგან ასლი ყოველთვის განსხვავდება, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგი უგულავამ, რითაც გამოიხმაურა ქართული ოცნების ინიციატივას ამერიკული ფარას ზუსტი ასლის საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით. ცნობისთვის მართველი გუნდი ამერიკული ფარას პირდაპირ ასლის მიღებას გეგმავს. ქართული ოცნების წევრის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის ანალოგიის ქართულ რეალობაში დანერგვა გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს დაამკვიდრებს. პარლამენტის ბიურომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტები რეგისტრაციაში გაატარა. ევროპელი სოციალისტების ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე კომიტეტს განცხადებით მიმართეს. საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება. ბიურომ დღევანდელ ხტომაზე დაამტკიცა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის კომიტეტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიასა და მუდმივ მოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. ბიურომ ასევე დაამტკიცა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა. ასევე ცნობად მიიღო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებში შექმნილი ერთობლივი თემატური მოკვლევის სასკოლო საზოგადოების ჩართულობა, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესში ჯგუფის დასკვნა. კახარი არის ჩვეულებრივი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, განაცხადა ქართული ოცნების პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ. კახარიას პარტიას ჯერ კიდევ აქვს 12 მანდატი. ამ პოლიტიკური ჯგუფსაც ჩვენ მოვიხსენიებთ როგორც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად, ასე რომ თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენი მხრიდანვე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კახარი არის ჩვეულებრივი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, აღნიშნა კახარიამ. პარლამენტმა 59 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გასული დღე-ღამის განმავლობაში გზები თოვლისგან გაიწმინდა, ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთის ბეთანიის, კოჯრის, წავკისის ცენტრალურ ქუჩებზე, წყნეთის სამადლოს გზატკეცილზე, ასევე ტაბახმელაში, შინდიში, კიკეთში, სოფელ ახალდაბასა და სოფელ დიდგორში. გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილსერვისის ჯგუფის დირექტორი, შეპესე თბილსერვისის ჯგუფის საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებში უზრუნველყოფს. სენატის რესპუბლიკელები USAID-ის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტის ჩამონათვალს აქვეყნებენ. სია სოციალურ ქსელში სენატის რესპუბლიკელების გვერდზე გამოქვეყნდა. ჩამონათვალში ნახსენებია, რომ საქართველოში მწვანე ტრანსპორტის განვითარებისთვის კომპანია დელიოტის გამოეყო და დაახლოებით 25 მილიონი დოლარი, ასევე 4.5 მილიონი დოლარი გამოიყო. ყაზახეთში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 20 მილიონი დოლარი კი ერაყში საბავშვო ტელეგადაცემებისთვის. სენატში რესპუბლიკელების ცნობით სხვა პროექტების დაფინანსებასთან ერთად USAID-მა 20 მილიონი დოლარი გამოყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდამჭერი პროგრამისთვის, რომლის პარტნიორი იყო ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი 1.1 მილიონ დოლარი, სომხეთში LGBT ჯგუფისთვის 1.5 მილიონი დოლარი, კუბის მედია გარემოს აღსადგენად 2.1 მილიონი დოლარი, რათა BBC-მ გააძლიეროს ლიბიაში მედია გარემო. 3.9 მილიონი დოლარი დასავლეთ ბალკანეთში LGBT საკითხებისთვის, ამასთან USAID-ის მიერ სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითი გამოაქვეყნა თეთრმა სახლმა. თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სია გრძელია და მსგავსი პროექტები აწლეულების განმავლობაში ფინანსდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ფლანგვა თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება შეწყდება. თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც კორძაია აღნიშნავს, რჩება აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად. მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მივდივარ პოლიტიკიდან. 2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ არა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია დაბეჯითები თქვა. ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკანახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სანადგომა და მხარდამჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ერთად ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი, ამას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება. ესეც გასაგებია. რჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად, წერს კორძაია. კორძაია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სიით იყრიდა კენჭს.
გახარი არის უბედურ დღეში ის არწმუნებს ქართველ ამომრჩეველს, რომ ერთი მხრივ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ბოლო პერიოდში მათ შორის ბატონი ბიძინას მასზე გაკეთებულმა განცხადებებმა, მათმა განცხადებებმა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამის გამო მხარს უჭერდა, უკვე დაარწმუნა. დღემდე რჩებიან ადამიანები, თქვენი პროექტიაო, რომ გვეუბნებიან, განაცხადა გიორგი გახარიაზე საუბრისას გადაცემაში მედია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და პარტიის მედიასთან საუბრისად გადაცემაში იმედი ლაივი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარეძემ. გახარია დაარწმუნდა, რომ თუ შემოიტანს განცხადება შეუწყვეტ მანდატს და ამიტომ ამის შანსს ვტოვებ, რომ შემოვიდეს ამის შიშით. მათ ხომ პოლიტიკური თავმოყარეობა არა აქვთ. სიბინძურით გასწრეს ნაცებს. მათი დროინდელი მაღალჩინოსნები ათეულში ყავს, ჩვენზე ამბობენ ნაცები არიანო. ასეთი სიბინძურით ცდილობენ ვიღაცების დისკრედიტაციას, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მიხეილ სარჯოლაძემ პარლამენტის დარგობრივ კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყება მზადაა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოისმინოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მოსაზრებები. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრებით დისკუსია შესაძლებლობას მისცემს სამინისტროს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შექმნას საკანონმდებლო ინიციატივები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები. შეხვედრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს შორის მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი ცაგარეიშვილი, ირინე წახაძე, თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, თავმჯდომარის მოადგილე ზალ მიქელაძე, კომიტეტის წევრები ირმა ზავარდაშვილი და ანტონ ობოლაშვილი. საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდამჭერის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, კანონიერ ქურდზე მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ ყოფ კანონიერ ქურდებს შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყვეს ეგრეთ წოდებული ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშწორება დაავალეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ქურდული გარჩევის გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ქურდული სამყაროს წევრებს და კანონიერ ქურდებს მიმართეს, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში და მას შემდეგ საქართველოში ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერების მეშვეობით არაერთი ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოთხოვეს. ასევე სამართალდამცველებმა მათ შორის ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე დააკავეს. ბრალდებულებს ბრალდება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, ქურდული სამყაროს წევრზე და კანონიერ ქურდზე მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 26 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეფარდა 4 პირს, შეეფარდა 4 პირს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა სააკაშვილის ინტერესების დამცველმა. მიზეზი საქმეში მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატის გიორგი ჩალაძის ჩართვა გახდა. სააკაშვილმა ადვოკატების შოთა თუთბერიძისა და შოთა კახიძის აცილება მოითხოვა. როგორც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა განმარტა საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე ადვოკატების ცვლილება კითხვებს აჩენს. რამდენად კეთილსინდისიერია დაცვის ხარეს საკუთარ ქმედებებში. მოსამართლის თქმით, უკვე რიგით მე-7 ადვოკატი ერთვება სააკაშვილის ინტერესების დაცვაში, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ბრალდებულ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს პროცესის გაჭიანურება სურთ.
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას შენახვის გასაღების გამცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 22 პირის ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციას ესწრებოდნენ. მათ შორის ეგრეთ წოდებულ ლოკაციებზე განთავსების გზით გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას შენახვის, გასაღების, მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე წარადგინათ, რაც საშელი სახით და ზომად 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ განსაკუთრებით კაცრია და საკანონმდებლობით გათვალისწინებული გამოიყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, როცა სახეზეა ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან. საპატრონაჟით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და შეავებულ სამხედროებით აკომპლექტებული გუნდი ძლიერთა თამაშებში 2014 წლიდან წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს უმაღლესი სინჯის მედლები. საქართველოს მთავრობის დახმარებით რუსთავის მერიამ 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა, რითაც რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა. რუსთავის მერის ინფორმაციით 70-ვე ავტობუსი რუსთავშია და დღეიდან ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთაველებს კიდევ ერთ ახალ მარშრუტზე მოემსახურება. რუსთავი-თბილისის ახალი მარშრუტის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატთან საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილთან ერთად წარადგინა. პრეზენტაციას საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრები ესწრებოდნენ. ჩვენმა გუნდმა რუსთაველების თხოვნით სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებისას წინ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა შევძელით. რუსთავში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი ვიცით, რომ უკვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და ჩვენი სტუდენტების ასევე მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის თხოვნა იყო, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებითაც გატარებულიყო სატრანსპორტო რეფორმა. პრემიერის მხარდამჭერით ჩვენ 70 ახალი ავტობუსის შეძენას შევძელით, იმისთვის, რომ რუსთავიდან თბილისში მგზავრობა გამარტივებულიყო. დღეს კიდევ ერთი ახალი მარშრუტი დაემატა რუსთავი-თბილისის მიმართულებას. ეს არის რუსთავ-დიდუბის ავტოსადგური. ჩვენ გვაქვს კიდევ ორი ახალი მიმართულება, რომლებიც განსაკუთრებით სტუდენტებზე იქნება ორიენტირებული. საერთო ჯამში თბილისში 5 მიმართულებით იმოძრავებს ახალი ევროპული სტანდარტების ავტობუსები და ამით ჩვენ სატრანსპორტო რეფორმის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს დავასრულებთ, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ევრო 6 სტანდარტის ახალი ავტობუსები ჯიული შარტავას სახელობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში დიდუბის ავტოსადგურამდე გადაიყვანს მგზავრებს. მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა რუსთავში სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. მოგეხსენებათ, რომ ეს რეფორმა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების ძალიან დიდი მხარდამჭერით. რეფორმა გულისხმობს თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი ხაზების დანიშვნას, საერთო ჯამში 5 მიმართულებით იმოძრავებს ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსები და ეს ჩვენი წინა საარჩევნო დაპირება იყო. რუსთავში მუნიციპალური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების თვალსაზრისით ძალიან კარგი მაგალითია და ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ განუავითაროთ ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობები და რეგიონები, განაცხადა პარლამენტმა ირაკლი შატაკიშვილმა. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები დედაქალაქში ბასლაინის ხაზზე მოძრაობენ, რაც თბილისში გადაადგილებისას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი ჯამში 5 სხვადასხვა მარშრუტზე გადაიყვანს მგზავრებს. 4 ახალ და მეხუთე უკვე არსებულ ისნის მიმართულებაზე. მგზავრობის საფასურის გადახდა საპარათე სისტემით. რუსთავი ქარდით, საქართველოს ბანკისა და TBC ბანკის პარათებითაა შესაძლებელი. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი დედაქალაქის გაჩერებების ელექტრონულ ტაბლოებზეა დატანილი. კიდევ 2 ახალი მარშრუტი თბილისის რკინიგზის სადგურამდე და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე უახლოეს მომავალში ამოქმედდება. საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კულტურის სამინისტროს ხარდამჭერით გამოცემული წიგნ ალბომის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი 45 პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ალბომის პრეზენტაცია კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო დარბაზში ცნობილი ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღისადმი მიწვნილ საღამოზე გაიმართა ორენოვანი წიგნ ალბომი კინომსახიობთა თეატრის 45 წლიან ისტორიას ასახავს. პროექტის იდეის და
კონცეფციის ავტორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი ივანე ვანო-ხუციშვილი. კინომსახიობთა თეატრი 1975 წელს კინოსტუდია ქართული ფილმის ბაზაზე დაარსდა. 1978 წელს ოფიციალურად თეატრალური სახელოსნო კინომსახიობთა რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მიხეილ თუმანაშვილი. 1996 წელს მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ კინომსახიობთა თეატრის ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის ხსოვნისა და უდიდესი ღვაწლის პატივსაცემად მისი სახელი მიენიჭა, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისის ყინულის არენაზე დღეს ევროპის სამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების პირველი შეჯიბრებები გაიმართა. თავდაპირველად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩეხეთისა და სლოვაკეთის გოგონათა გუნდები. ასპარეზობა ჩეხეთის გამარჯვებით ანგარიშით 4-0 დასრულდა. რაც შეეხება შვედეთისა და ფინეთის გოგონათა გუნდების დაპირისპირებას, აქ გამარჯვება წილად ხვდა ფინეთს, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 5-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისში სამთრის სპორტის ამ სახეობაში მოასპარეზე ევროპის საუკეთესო რამდენიმე ახალგაზრდული ნაკრები არის ჩამოსული. ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ყველა სპორტულ შეჯიბრზე დასწრება უფასოა. საინფორმაციო გამოშვების დასასრულს საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ. ორგანიზაცია USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ. მისი განცხადებით იმის გამო, რომ ერთ-ერთმა საკვანძო დონორმა USAID-მა დროებით მუშაობა შეწყვიტა, დროებით შეჩერდა რიგი კომისიების მუშაობაც, რომლებიც სასამართლო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შერჩევით იყვნენ დაკავებულნი. კერძოდ სტეფანიშინას განცხადებით უკრაინაში მუშაობა შეაჩერეს ეთიკის საბჭომ, საერთაშორისო ექსპერტების საზოგადოებრივმა საბჭომ, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თავმჯდომარის შესარჩევმა კომისიამ და უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლების შესარჩევმა კომისიამ. უკრაინის მთავრობაში იმედოვნებიან, რომ კომისიების მუშაობის აღდგენა უახლოეს მომავალში ევროკომისიისა და დიდი შვიდეულის ქვეყნების დახმარების წყალობით მოხდება. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ ტრანსგენდერი თაგვების უნაყოფობის კვლევებზე $2 მილიონზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს წარმომადგენელთა პალატის წევრმა ნენსი მეისიმ ისაუბრა. ამერიკელმა კანონმდებელმა ხაზი გაუსვა გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. ნენსი მეისის თქმით, ცხოველებში სქესის ქირურგიული თუ ჰორმონული თერაპიით შეცვლის პროცედურების შესასწავლად ჯამში $10 მილიონ-ზე მეტი დაიხარჯა. უკრაინის პრეზიდენტი რადის დეპუტატებს აკრიტიკებს. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი პარლამენტარები ზედმეტად დიდ დროს ატარებენ საზღვარგარეთ მივლინებებში და იშვიათად ჩადიან საბრძოლო მოქმედებების ზონაში. ამიტომ უკრაინაში ომის დასრულებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხებზე ზელენსკი დეპუტატებთან კონსულტაციების გამართვას არ გეგმავს. ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ უკრაინელი დეპუტატების ნაწილი რადაში მუშაობის ნაცვლად 6 იანვარს შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ტრადიციულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ღონისძიებაზე იმყოფება. პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ფიქრობს, რომ 18 მაისს ქვეყანაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა რუმინული სცენარი განმეორდეს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. როგორც დუდამ განაცხადა, ის მოსახლეობას მოუწოდებს მოემზადოს პროტესტისთვის, ვინაიდან შიშობს, რომ პოლონეთში მოხდება ის, რაც რუმინეთში, როცა 2024 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული ჩარევის მიზეზით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კელიან ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. დუდამ ამბობს, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროკომისია უსაფუძვლოდ ჩაერია. ევროკომისია იმავეს პოლონეთის შემთხვევაშიც აკეთებს. მან ჟურნალის რიტორიკული კითხვა დაუსვა. არჩევნებში მხოლოდ იმან უნდა გაიმარჯვოს, ვინც ბრიუსელს მოსწონს. როგორც ბლუმბერგი აღნიშნავს, მთავარი კონკურენტები პოლონეთში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნებიან ვარშავის მერი რაფაელ შავსკოვსკი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მოკავშირეა და ისტორიკოსი კარლ ნაროცკი. მას პარტია სამართალი და სამართლიანობა უჭერს მხარს, ხსენებულ პარტიას თავის მხრივ დუდა უჭერს მხარს.
მოლდოველმა ექსპერტმა დიონის ჩენლშამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოლდოვის მთავრობამ პროკურორების კეთილსინდისიერების შემოწმება USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის გამო გააჩერა. ევროკავშირის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სტრუქტურული რეფორმები, რომელიც საგარეო ფინანსებზეა დამოკიდებული, საფრთხეშია. მოლდოვის მთავრობამ ახლახან გამოაცხადა, რომ პროკურორების კეთილსინდისიერების შემოწმებას აჩერებს, ვინაიდან USAID-მა დაფინანსება შეწყვიტა, დაწერა მან. ჰაგასის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები დაგმო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიზანია თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესება და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის დაზიანება. სასამართლო გვერდში უდგას პერსონალს და იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს მართლმსაჯულება. ნათქვამია, სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჰაგის სასამართლო მოუწოდებს 125 წევრ ქვეყანას გაერთიანდეს სამართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად ცნობისთვის ტრამპმა დღეს აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სანქციები დაუწესა. ტრამპი ფიქრობს, რომ სასამართლომ უკანონოდ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოძიება და აგრეთვე 2024 წლის ნოემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. ეს ხდება მაშინ, როცა არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ისრაელის რომის სტატუსის წევრები არ არის. ასეთი გახდათ საქართველოსა და უცხოეთში განვითარებული მოვლენები, მე კი დროებით გემშვიდობებით. თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე.